უკვე მეორედ აფხაზეთის საზოგადოება ალექსანდრე საშა ბერულოვას სახელობის ჟურნალისტური პრემიის ღონისძიებაზე შეიკრიბა. პრემია, რომელიც აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა დააფუძნა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება აფხაზეთის პირველი ქართულენოვანი ტელევიზიის დირექტორის სახელის უკუდავყოფასა და ქართულ მედიაში აფხაზეთის საკითხის გააქტიურებას ისახავს მიზნად. აფხაზეთის საზოგადოება და მოწვეული სტუმრები 18 ნოემბერს ისტორიულ შენობაში პრემიის ახალი ლაურეატების გამოსავლენად შეიკრიბნენ. 1995 წელს ამ შენობაში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს კონსტიტუცია. ასევე ამ შენობაში აფხაზეთის მთავრობა წლების მანძილზე იყო განთავსებული და ასრულებდა თავის საქმიანობას. ასევე ამ შენობაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეები ბატონი თამაზ ნადარეიშვილი, ზურაბ ერქვანია, ლონდერ ცაავა და სხვანი ასრულებდნენ საკუთარ საქმიანობას და დღესაც ჩვენ ამ ღირსეულ გარემოში, ამ სიმბოლურ გარემოში ვხვდებით ერთმანეთს აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ. წლევანდელ ღონისძიებას 3 გამარჯვებული ჰყავდა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელიც პროფესიონალი კადრებით იყო დაკომპლექტებული. საშა ვიცნობდი აფხაზეთიდან, ერთად მუშაობდით და ვიცოდი მისი სულისკვეთება, მისი პატრიოტიზმი, მისი სიყვარული ყველა ერისადმი, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა. ეს ნამუშევრები, რა თქმა უნდა, წინა წელთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ გვიხარია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას ღებულობენ ახალგაზრდები, მათი ხედვა, მათი თვალსაზრისი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საშა ბერულოვას პრემიის ყველა ლაურეატს ფულად პრემიასთან ერთად ევკალიპტის ფორმის გულსაბნები გადაეცათ. ეს ჯილდო არის ევკალიპტის ყვავილის ფორმის თუ ფოთლის. ევკალიპტი არის მცენარე, რომელმაც აფხაზეთი ჭაობისგან ამოაშრა თავის დროზე. და ეს მცენარე ამბობენ, რომ არის მეხსიერების და მოგონებების მცენარე. ჩვენს მეხსიერებაში იცოცხლებს. ყველა მომავალი თაობის ჟურნალისტის მეხსიერებაში უნდა ცხოვრობდეს საშა ბერულოვა, რადგან გმირები ქვეყანას არ უყდებიან, ისინი აგრძელებენ ცხოვრებას ქვეყნის გენეტიკურ კოდში და ხანდახან ეს გენეტიკური კოდი სწორედ მაშინ გვახსენებს თავს, როდესაც ყველაზე მეტად გვესაჭიროება. საუკეთესო სიუჟეტისთვის თამარ ოყუჯავა დაჯილდოვდა. გალის რაიონის სოფელ გაგიდის მკვიდრ 22 წლის დოქტორანტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ გადასცა ჯილდო. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს, რადგან ისინი ინტერესდებიან ისეთი საკითხით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ჟურნალისტის როლი სამშვიდობო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარია. შესაბამისად, ამ პრემიის საშა ბერულოვას პრემიის ინიციატორებს და განმახორციელებელ ყველა ადამიანს ვუხდი, როგორც ვიგითი აფხაზეთელის სახელით მადლობას და იმედი მაქვს ძალიან ბევრი სხვა ადამიანით ჩაერთვება ამ პროექტში. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ თამარ გაზდელიანს საუკეთესო სტატიისთვის ჯილდო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა. ამ პრიზმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა ვიყო იმ იდეოლოგიის გამგრძელებელი, რომელსაც ბატონი ალექსანდრე საშა ბერულოვა ემსახურებოდა. ძალიან მიხარია, რომ ვარ ერთ-ერთი გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩემი თაობის ჟურნალისტებს და არა მარტო ჩემი თაობის ჟურნალისტებს მისცემ შესაძლებლობას უფრო მეტი ისაუბრონ აფხაზეთის შესახებ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ საქმეში. შუქრით გებუაძე, ფოტოხელოვანი, რომელსაც მთელი აფხაზეთი და არა მხოლოდ უდიდეს პატივს სცემს. წელს ჟიურის რჩეული გახდა. ნომინაციაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის. შუქრით გებუაძე მხოლოდ ფოტოხელოვანი არაა. იგი ცოცხალი მემატიანია. მისი ჰობიც და ყოველდღიური საქმიანობაც არქივებში მუშაობაა. ეძებს ფოტოებს ყველგან, სადაც შეიძლება აფხაზეთი ეგულებოდეს. ბიბლიოთეკებში, საცავებში, ინტერნეტ გამოცემებში. ასე გადაურჩა აფხაზეთს სხვადასხვა არქივში მიმოფანტული არაერთი საინტერესო და ღირსეული კადრი. განწყობილი ვიყავი, მოცული ვიყავი, გადასაღებად, როგორც ყოველთვის. აბსოლუტურად არ ვფიქრობდი, რომ რაღაც ჩემი გვარი ამოტივდებოდა აქ, მაგრამ რა თქმა უნდა, მე შეამონია, იმიტომ რომ მე საშასთან ერთად მუშაობდი, ახლა დღეს მაინც და მაინც ბევრი არა ესეთი ხალხი, ვინც მასთან ერთად მუშაობდა პირველი დღიდან, მე ვამბობ გაზეთიდან. ტელევიზიიდან
ჯერ კიდევ ბევრი ვართ. 1980 წლის დასაწყისიდან მოვედი რედაქციაში, ვაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. იმიტომ რომ შეიძლება ჩემ შემდეგ სხვა არ გააკეთოს, იმიტომ რომ სხვას არ გაახსენდეს. მე კიდევ რაღაცები მახსოვს. წლევანდელ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო ისრაელის საელჩოს ჩართულობა. აფხაზეთის საკითხის გაშუქებისთვის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტი, აფხაზეთთან დაკავშირებული არაერთი მედია პროექტის ავტორი ეკატერინე შუკვანი დაჯილდოვდა. ძალიან ემოციური იყო დღევანდელი დღე ჩემთვის. ჩვენი ცენტრის გადაწყვეტილებით ეს პრიზი გადმომეცა წელს მე, მაგრამ ვთვლი რომ ეს არ არის ჩემი პირადი ჯილდო, ეს არის ჩვენი ძლიერი გუნდის დამსახურება. ყველა კადრი, ყველა ემოცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ აფხაზეთისთვის, არის იმ ღირსეული საქმის გაგრძელება, რაც საშა ბერულავამ დაიწყო აფხაზეთში. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც გვიყურებს, გვისმენს, გვერდში გვიდგას და მიაჩნია რომ ჩვენი საქმე არის მნიშვნელოვანი. პროექტი, რომელსაც საფუძველი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივამ დაუდო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერამ გააძლიერა, წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. თუმცა, როგორც იდეის ავტორები ამბობენ, ჯილდო წლიდან წლამდე უფრო პრესტიჟული გახდება და საერთაშორისო მასშტაბებსაც შეიძენს. ყველა ის თემატიკა, რომელიც აცოცხლებს ჩვენს ისტორიას, აფხაზეთთან დაკავშირებულ ადამიანებს და ამ გმირობის მაგალითს აძლევს მომავალ თაობას, ამის მხარდაჭერა ჩვენთვის პრიორიტეტულია და მინდა მიულოცო ყველა გამარჯვებულს და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ჯილდო მათთვის იქნება პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ღირსეულად გაართმევენ თავს. მეორედ ჩავატარეთ ალექსანდრე საშა ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემია, თუმცა ფიქრი ამ პრემიის დაწესების შესახებ უფრო ადრე დავიწყეთ. ძალიან ხარია რომ ეს ღონისძიება მოწვეული სტუმრების შეფასებით სწორედ ისე ჩატარდა, როგორც ეს საშას ეკუთვნოდა. უკვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორი უნდა იყოს მომავალი წელი. ალბათ საერთაშორისო მიმართულებას მივცემ, შეიძლება კატეგორიები გამრავალფეროვდეს და რაც მთავარია, აფხაზეთის საზოგადოებამ ეს დღე ჩაინიშნა როგორც ქართული ჟურნალისტიკის, აფხაზეთური ჟურნალისტიკის დღე. ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავს, რომ პრემიის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც გმირების დაფასების, ასევე მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლების საქმეში. საშა ბერულავას პრემიის დაწესება განვლილმა ერთმა წელიწადმა დაადასტურა, რომ იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. მაშინაც და დღესაც დაჯილდოვდნენ, ეს პრემია მიიღეს ღირსეულმა ადამიანებმა. მე მინდა გამოვყო შუქრი დგებუაძე. ბატონი შუქრი არის აფხაზეთის ფოტო მემატიანე, შეიძლება ასე ითქვას, რომელსაც ასობით და ათასობით ფოტო გააჩნია. ჩემთვის მოულოდნელი იყო და ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა თამარ ოყუჯავას დაჯილდოება. მე კარგად მახსოვს, ჯერ ერთი ის ჩემი მეზობელია აფხაზეთიდან. პირველი კურსიდან ვიცი ეს ბავშვი როგორ წვალობდა და როგორი წვალებით მიაღწია იმას, რომ გახდა წარჩინებული სტუდენტი და აი ახლა დღეს ეს პატარა გოგო ღებულობს საშა ბერულავას პრემიას. ეკა შუკვანი ეს ჩვენი აი ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ქალბატონ ეკასთან და მისი დაჯილდოება ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზით ჯერ ერთი მოულოდნელი იყო და მე ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს დამსახურებული. უდიდესი მადლობა გადაუხადა ყველა ორგანიზატორს, ყველა ჩართულ პირს, თქვენ ჟურნალისტებს, ყველას, ვინც პულსაციას არა მარტო იჭერთ, არამედ აღვივებდა საზოგადოებაში. მე დღეს ვნახე ახალგაზრდა ბავშვები, ჟურნალისტები, სტუდენტები, ახალდამთავრებულები, რომლებმაც თავიანთი ემოციური ნაწილის მონაწილეები გავხადეს. იქნება დრო, როდესაც ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიას მოყვაწე ჟურნალისტებიც ფაქტობრივად გაერთიანდებიან ამ ტკივილის შეგრძნების პროცესში. დაჯილდოვების ცერემონია გმირი ჟურნალისტის ოჯახისთვის მხოლოდ აღნიშვნა არაა. ეს მისი უხმო დაბრუნებაცაა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ სანამ ეს დღე იარსებებს, საშას სახელი დავიწყებას არ მიეცემა. მე მგონა მარტო მე მიყვარდა და მარტო მე ხვდებოდი რას წარმოადგენს, მაგრამ თურმე ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის და აი უღმესი მადლობა ყველას და რა თქმა უნდა თქვენ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრი არ არის ადვილი ასეთი პროექტების განხორციელება, მე ვიცი კარგად, მაგრამ გარდა ამისა ის რასაც თქვენ აკეთებთ მართლა არის საჭირო გვაახლოებს აფხაზეთთან იმ დროსთან, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით. დღეს მისი მთავარი გზავნილი ისევე როგორც
32 წლის წინ იქნებოდა ვიყოთ ერთად და არავინ ვერ მოგვერება. ჟურნალისტი, რომელიც ყვებოდა ამბებს აფხაზეთზე, რომ არა სასტიკი ომი წელს 80 წლის გახდებოდა. ახლა მის ამბებს სხვები ყვებიან. ყვებიან იმისთვის, რომ დაბრუნებამდე ყველგან ისმოდეს ხმა აფხაზეთზე და ჩვენ ყველამ ვიცოდეთ, რომ მისი გზა შედეგიანად გრძელდება. 1992 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ჟურნალისტის სახელი აუცილებლად იპოვის კუთვნილ ადგილს დაბრუნების შემდეგაც აფხაზეთში, სოხუმში, შვიდობის გამზირზე, ტელევიზიაში, შინ, სახლში.